როგორ აფასებს საკუთარ განვლილ საოპერო შემოქმედებით გზას საქართველოს ხელოვნების ქურუმი, ღირსების ორდენის კავალერი, ცნობილი სოპრანო ნაირა კიკოლიაშვილი. დღეს გადაცემის სტუმარია და მთავარი შეკითხვებს ყოველთვის ცნობილი საოპერო მომღერალი ნაირა კიკოლიაშვილი პასუხობს. მოგესალმებით, ქალბატონო ნაირა, ძალიან მოგესალმებით თამუნა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მივესალმები მაყურებელს. გაიხარით. თქვენ ხართ ჩვენი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი. როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებით იქსა? მე რამდენადაც ვიცი 29 საშუალო სკოლაში თან სწავლობდით და თან დადიოდით მუსიკალურ მოთაკედან, ცოტა მოკლედ მოვყვეთ ეს ეტაპები. დიახ, ქუთაისის 29 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ეხლა არის ფისმატის სკოლა ეგ. და იქ გუნდი იყო და ალექსანდრე ჯიმშელეიშვილი იყო ხელმძღვანელი ამ გუნდის და ყოველთვის დამატარებდნენ ფესტივალი, კონკურსი, რაღაც ესეთი რამეები. აი იქ დაიწყო რა ჩემი ცოტა ესე რომ ამ პროფესიის მიმართ ინტერესი რომ მე უნდა ვიმღერო და რა თქმა უნდა პარალელურად ვსწავლობდი ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სკოლაში. რადგან შევეხეთ მეორე სამუსიკო სკოლას, ეხლა მინდა იქვე აღვნიშნო რომ არაჩვეულებრივი სკოლა, სადაც მე საფორტეპიანო განყოფილება დავამთავრე, ბატონ რამაზი ფურცელაძე იყო მაშინ უნიჭიერესი მუსიკოსი, დირექტორი და მეც ძალიან კარგად ვსწავლობდი და ეხლაც მინდა მოვეფერო ჩემს მუსიკალურ სკოლას. იქ მე უკვე მიმიწვია ბატონმა რამაზმა როგორც ვოკალური განყოფილების გამგე ვარ მე ეხლა და გამახსნევინა ვოკალური განყოფილება, საუკეთესო მოსწავლეები ავზარდეთ. მივესალმები ჩემს მუსიკალურ სკოლას, საოცარი დირექტორს ნინო დოღონაძეს, პეტ კოლექტივს და ჩემს საყვარელ ვოკალურ განყოფილებას, ყველა განყოფილებას და ჩემს საუკეთესო მოსწავლეებს. აი პირველად როგორ აღმოჩნდით ქუთაისის ოპერის თეატრში, თუ შეიძლება ეს რომ გითხრათ? ეს ცოტა ეხლა მეცინება როგორ აღმოჩნდი. მე ხო სასწავლებლის დონეზე ვიყავი, მუსიკალური სასწავლებლის, აი ვამთავრებდი რა ფაქტიურად. 15 წლის ასაკში მივედი ჩემ მაესტროსთან, ძალიან პატარა. ნუ რადგანაც ვახსენე მაესტრო, რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს სახალხო არტის, საქართველოს ვარსკვლავს, პროფესორს გიორგი ლომთაძეს ჩემს აღზრდაში, ჩამოყალიბებაში ძალიან მიპატრონა, დამაყენა გზაზე, ჩემ ამგზელებს ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდათ. ერთი მწოლიარე იყო, მეორე ინსულტით იყო. ფაქტიურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამიდგა როგორც საკუთარი მშობელი, მამა, ჩემი პედაგოგი, არა მარტო ჩემი პედაგოგი, ჩემი ყველაფერია უკვე და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყავ მე საოპერო მომღერლად. ეს დაწყებული 15 წლის ასაკიდან და დღემდეც გრძელდება. მივედი სახლში და ძალიან კარგად წავიმღერეთ ჩვენ გამებით და ნაირა ყოჩახ მითხრა. აი ესე გააგრძელე. ანუ 15 წლის გოგონას რა განცდები ჰქონდათ ოპერის სცენაზე რომ დადეკით? არა, მე 15 წლის არ ვიყავი რომ დავდექი ოპერის სცენაზე, მე მეტის ვიყავი, რა თქმა უნდა, მე 18-საც ვამთავრებდი უკვე, მაგრამ როგორ იყო, იცი, სტაჟიორად მიმიღენ და ნუ 2 წელი, მე 3 წელიც რა თქმა უნდა დავდიოდი, ნუ მე შტატში არ ვიყავი, ხელფასმი არ მიხდიდნენ, მაგრამ საჭირო იყო წითელქუდა ფოტოლად უნდა რაღაც ბავშვს ელოდებოდა, აი ამიტომ მე მომიხმენ, თუმცა ჩემი პირველი როლი მაინც პაჟი იყო ვერდის ოპერა რიგოლეტოში. მაგრამ ესეც ისე გავითავისე, აი, ნუ არ ვიცი. თეიმურაზ კობახიძე იყო დირიჟორი, როგორც პატარა მოსწავლეს ისე მამეცადინებდნენ მე და ნუ შედეგმაც, რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ არ დააყოვნა. თუმცა იმ დროს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მე ჩავაბარე კონსერვატორიაში რამოდენიმე წლების შემდეგ, თუმცა თეატრი მაინც მპატრონობდა და ფაქტიურად აკონის ასაკიდან მივედი მე ოპერის თეატრში და ჩემი ოპერის თეატრი ჩემი ნამდვილი სახლი ის არის. მე მინდა თქვენ გაიხსენოთ ის შემთხვევა, როცა კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტმა ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთეთ, მაშინ როდესაც მოსკოვში ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო დარბაზში იმღერეთ. და თქვენ იდექით კორიფეების გვერდით, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და როგორი განცდა ჰქონდათ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები ამ ფაქტზე საუბრეთ? დიახ, კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც თბილისის კონსერვატორიის რექტორმა, ბატონმა სულხან ცინცაძემ ამირჩია მე და ჩამსვა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა, პედაგოგთა, პროფესორთა აი დასში
რომლებიც უნდა წარსდგენილიყვნენ და ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დიდარბაში უნდა ემღერათ. იცით, ჩემთვის ისეთი განცდა იყო. ნუ ეს არ ვიცი, ეს იყო ზღაპრული, რაღაც ცოტა შიშიც, ცოტა ნერვიულობაც, მაგრამ ჩემი მაესტრო იქ ვერ წამომყვა და იქ ჩემი პატრონი იყო ნოდარ დავიდოვიჩი, ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც მე გამამღერა, რომელმაც დამილოცა გზა და მართლაც ლიკა ძამაშვილი იყო კონცერტმეისტერი, საოცარი პიანისტი და ქართველთა სათვისტო ესწრებოდა ძირითადად ამ კონცერტს, რა თქმა უნდა, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორები და იქ შემომთავაზენ ვერა დავიდოვამ, თუ შეიძლება ეს ბავშვიო მე ჩამაბარეთო და პროფესორმა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტმისტმა, რომ ჩამაბარეთ ეს ბავშვიო და როგორც მე მაყვალა კასაშვილი მივიყვანე დიდიაჩიო, ნაირასაც ისე მივიყვანო და მე კიდეც გამეხარდა, მაგრამ ტირილი დავიწყე, იმიტომ რომ დედა მყავდა მწოლიარეთ და მე ვერანაირად ვერ მივატოვებდი დედას და ამ სიხარულითა ცრემლებით ჩამობრძანდი ქუთაისში. კი ბატონო, აგრძელებთ, დღემდე ხართ ქუთაისის ოპერის თეატრის მოღვაწეობთ თეატრში და ვისთან ერთად დაიწყეთ თქვენი კარიერის კეთება? რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ოპერის თეატრში გვერდით დაკვრა. დიახ. უპირველეს ყოვლისა, ისევ ჩემი მაესტრო, რა თქმა უნდა, ის ჩემი პედაგოგიც, რეჟისორიც, დირიჟორიც, ყველაფერს ითავსებდა, მაგრამ არ შემიძლია არ დავასახელო რუსუდან კილაძე, საოცარი კონცერტმაისტერი. მედია, ის გარდაიცვალა ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დიდი შრომა აქვს ჩემთან გაწეული და არა მარტო მას. მედია კობახიძეს არაჩვეულებრივი კონცერტმეისტერები მყავდნენ და მყავს ეხლაც. ალა ჟარიკოვა მე მოსკოვში გადავიდა. ჩემი ძირითადი კონცერტმეისტერი მეგი ჭანტურია, ძალიან ისეთი ნიჭიერი, უნიჭიერესი, რაც შეიძლება ვთქვა და რა თქმა უნდა, დირიჟორები, პირველ რიგში დავასახელებ იმ დირიჟორებს, ვისთან მე მქონდა შეხება, პირველი შეხება. ესენი იყვნენ საოცარი დირიჟორები, თეიმურაზ კობახიძე, რა ვიცი, ბუმბერაზი დირიჟორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო რევას ხურცილავა, თენგიზ ჭუმპურიძე, საოცარი დირიჟორები, ავთანდილ მაჭავარიანი, ღმერთო ჩემო, არ ვიცი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც გარდაცვლილები არიან და რა თქმა უნდა, შემდეგ იყო უკვე სხვა დირიჟორებთან შეხება, სხვა რეჟისორებთან შეხება და საკმაოდ, რომ გადავხედავ არა, არ ვიცი რა, ეს ჩემი ალბათ ბედი იყო, იღბალი იყო, თუ რა იყო, რომ მარგუნა უფალმა ასეთ დირიჟორებთან ურთიერთობა და რა ვიცი, თანამშრომლობა. დიახ. მე მაინტერესებს კითხოთ თქვენ, როდის მოგენიჭათ უმაღლესი ჯილდო, ხელოვნების ქურუმის წოდება? დიახ. გიპასუხებთ თამუნა, მაგრამ არაფრით არ შემიძლია რომ გამოვტოვო ღირსების ორდენი, რომელიც მე და რამას კი, ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ღირსების ორდენზეც, რომელიც თქვენ და ბატონ რამას გავცე პასუხი ახლა. დიახ. ეს იყო ქალბატონ მედე ამირენაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, გადაწყვეტილება და იმ პერიოდში ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის და ბატონ რამაზისთვის ბატონობით ვეღარ მიმართა იმდენად ჩემი ძმა და მეგობარია, რომ ჩვენთვის ეს ჯილდო გადმოეცათ და ჩვენ მივიღეთ ღირსების ორდენი, პირველი ჯილდო რაც იყო ეს. და ვარსკვლავებით ოპერის წინ დაიხსნა თქვენ. შემდეგ რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, დიახ. ასევე ერთად გავიხსნენ მე და რამაზის ვარსკვლავი და საქართველოს ხელოვნების ქურუმის წოდება კულტურის სამინისტროს მიერ და ყველაზე კიდე რა, თეიმურაზ კობახიძის პრემიაც იმ დღეს მივიღეთ. გილოცავთ კიდე ერთხელ, უბრალოდ წარმატებას გისურვებთ და მე მაინტერესებს განცდა, იმ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ოპერის თეატრში მუშაობთ, მოღვაწეობთ, ფაქტიურად ცხოვრობთ და გამოდიხართ და იქ არის თქვენი ვარსკვლავი. როგორ შეგრძნება? იცით, პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, რომ მე არ გავაწბილო მაყურებელი და იმიტომაც მე ისევ მეორე სიცოცხლე ჩავბერე ჩემს ორგანიზმს და დავბრუნდი ამის შესახებ მინდა კიდე აუცილებლად მადლობები გადავიხადო, რომ
მე რაც დავიმსახურე და რისი ღირსიც არის მაყურებელი ჩემგან, ჩემი შემოქმედებით მივაწოდო მათ, თუმცა ეს პაუზა, რასაც ნიშნავდა რა, უფრო მეტად მოანატრა მაყურებელს ჩემი თავი და ეს ძალიან მიხარია და მახარებს. ეს პაუზა უკვე აღარ არის, თქვენ გახვედით, მუშაობთ, წარმატებული ოპერაცია გქონდათ? დიახ. რომ მეც არ ველოდი, მე ფაქტიურად კი არ მიმიტანენ ბატონ გოგა ხუციშვილთან კლინიკაში. მე უკვე არ შემეძლო საერთოდ გადაადგილება და იყო ესეთ თუ თქვენ ოპერაციას არ გაიკეთებთ, თქვენ ვერ შეძლებთ. ვერ შეძლებთ ვერც სცენაზე, ვერც ცხოვრებას, ვერაფერს და მე მანამდე კიდე რაღაც თომ ჩემით ვეძებდი რაღაც დიაგნოზებს და მე რა კომპეტენტური არ ვიყავი, მაგრამ მოდი ხერხემალს გამოვიკლებ, ამის გამო ხომ არ ჯერს ეს თქო და დავით ჩიქოვანმა. თქვენ სამუდამოდ ინვალიდის ეტლში დარჩებით. როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი, გოგა ხუციშვილი, აუცილებლად თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია და ზუსტად კიდეც ვამბობ ყოველთვის და არასოდეს არ მომწყინდება ამის თქმა, რომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი უსაყვარლესი ექიმის გოგა ხუციშვილის, მე ნამდვილად ვარ. თუმცა არაერთი შედევრი მისი მაღალი პროფესიონალიზმის და არ შემიძლია არ დავასახელო აბროსი ექიმის უმაგრესი გუნდი ყავს ჩემს ექიმს ბატონ გოგა ხუციშვილს, რომელმაც აი ხედავთო ქალბატონო ნაირაო, რომელ ექიმს მიყავსო პაციენტის სახლშიო, მომაცუნცულიან ოპერაციის შემდეგ, ერთი ოპერაციის შემდეგ, მეორე ოპერაციის შემდეგ, სახლშიდაც მოდიოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ რაც და თქვენი დამსახურებაც არისო, რომ ეს ვარჯიშები რაც დაგავალეთ ყველაფერი, მე ეხლაც ისე ვარჯიშობ, რომ არ ვიცი რა, არ შემიწყვეტი არც ვარჯიში არ, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მშველის? პოზიტივი. და ჩემი ფისოები სახლში. უამრავი ფისო ვყავს. დაიცი აბესალომ და ეთერი რიგოლეტო ქეთო და კოტე, აი ყველას ეს უამრავია. რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გკითხოთ თქვენი საყვარელი სპექტაკლი რომელია და თქვენთვის საყვარელი რომელია როლი? იცით რა, მე ყველა როლი მიყვარს განსაკუთრებით, რომ თქვა ეხლა, მაგრამ მაყურებელს ყველაზე მეტად რა უყვარს? და მეც მედია პეტრონამ შერეკილები რომ ჩამოიტანა რა დასადგმელად ჩვენთან თეატრში და რაღაც გავუბრუნდი ამ სპექტაკლს ცოტა ეს კომედიური მე კლასიკა ეს რაღაც ესა და რაღაც ისე მომერგო ეს როლი ისეთ დაირად მომერგო რომ რეჟისორიც ძალიან ისე იყო რომ ნაირა ეს როლი შენია ნაირა всё ეს არის შენი როლი და მააპატიეთ რსო დამკრეხელობაში არ ჩამეთვალოს მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი საუკეთესო როლია შერეკილებიდან მარგარიტა სევილიელი დალაკიდან როზინა აუცილებლად უნდა დავასახელო რა თქმა უნდა ვერდის ოპერები რა ჩემი ხმისთვის არის და ზუსტადაც რატომაც არა ჯილდა და ასე შემდეგ და ამის ეს უამრავია და ქეთო და კოტე 250-ია არა მაპატიოთ რა რომ აბა ვინ გეტყვით მე უნდა ვთქვა 253 თუ 14 სპექტაკლი მაქვს ნამღერი ქეთო და კოტე დიახ მინდა დავასახელო ჩვენი დირიჟორი აუცილებლად მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი. აი ეხლა როდესაც მე დავბრუნდი თეატრში, ნუ არ ვიცი და ორკესტრიც მინდა დავასახელო და გუნდი ისეთი მხარდაჭერა მქონდა ორკესტრისგან და მაესტროსგან. აი ჩემი სული დაგული იყო რა, პიანო, ფილირება, აბა ესა წინ ტემპი რაღაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არავის არ ეგრძნო, რომ მე მქონდა დიდი პაუზა და ყველამ აღნიშნა მაპატიო სუფალმა, ცოტა ულამაზოც არის, მაგრამ ნაირა, იცით რაო, აი მაია ჩემი მეგობარი, ვითომ არც წასულ ხარ თეატრიდანო, რადგან მაია ნიკოლაძე დავასახელე ჩვენი დასის გამგე, იქვე მინდა დავასახელო ლევან როხვაძეც. ისინი მე არ მომცილებიან არც პირველ ოპერაციაზე, არც მეორე ოპერაციაზე, ჩემთან იდგნენ, ჩემთან ერთად გადაიტანენ ეს ყველაფერი და არ ვიცი, დიდი მხარდაჭერა მქონდა. მთელი თეატრი, გუნდი, ორკესტრი, ყველანი თანამიგრძნობდნენ, მაგრამ
დღეს მე მარტო არ მოვსულა. დღეს ჩემს გვერდში ხედავთ რომ მოვიდა ფატიმა, ისიც სპეციალობით ექიმია. ეს დღემდე ჩემს გვერდშია და ვერაული ვერანაირად გვერდს რომ ფატიმა ისეთი რამე გააკეთა, ამას შეიძლება ოჯახის წევრიც და ნათესავიც, მაგრამ ჩემი უახლოესი სოფოდანელია, ჩემი ნათესავი, რომელიც მე მივლიდა ოპერაციის შემდეგ და საოცრებები გააკეთენ ამ ორმა გოგონამ. რა თქმა უნდა, ჩემი ოთოდანელია, რომელიც ჩემთან ერთად, ავიცი, ახლობლები, ყველანი თანამიგრძნობდნენ, იყვნენ კიდე ადამიანები, რომლებსაც იცით რა, არ მინდა რომ აი ის თქვა და მე არ თქვა და რაღაცა არ დამასახელა და რამე და ისინი ცოტა მერიდება კიდეც, იცით? მაგრამ განსაკუთრებით ერთეულებმა ძალიან გამოიჩინენ თავი და აი თურმე ეს მე უნდა შემხედროდა, რომ ნამდვილად მეგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული და განსაკუთრებით ნამდვილად დავასახელე ეს ადამიანები. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე, არაჩვეულებრივი ნაირა შენოღონდ გადაადგი ნაბიჯი, გაიკეთე ოპერაცია, ეხლა შევამტვრობთ ამერად, ჩვენ შენს გვერდში ვართ. ყველაფერი გააკეთენ იმისთვის, რომ მე შემინარჩუნა თეატრმა, ბატონი ზურა ოიკაშვილი, საოცარი ადამიანი, ეს მაესტრო ჯავახიშვილი, რევაზ ჯავახიშვილი და დაგისახელეთ კიდე, ის აუცრება გულო კიდე როგორ მიდგას ყველანაირად გვერდში და საერთოდ თეატრი, გუნდი, ორკესტრი, სოლისტები, ჩემი საყვარელი სოლისტები, რას ლაპარაკობ? ესენი ყველანი ძალიან მიყვარს. წახვედით ვერაზროს ქუთაისიდან და ხართ დღემდე თქვენი თეატრის ის პირველი რაც იყო, როდესაც მე უკვე მოსკოვში დარჩენაზე უარი განვაცხადე. ნუ იყო შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, ის კი არა და ბათუმშიც ვერ დავრჩი. ალექსანდრე ხომერიკმა ოპერის თეატრი გახსნა იქ და მე და რამაზე ვიყავით მიწვეული და ჩვენ გვპირდებოდა ყველაფერს, ბინა, სულ ყველაფერს, რომ ოღონდ ეს სოლისტები ჩემთან იყვნენო. მაგრამ ჩვენ არა, მაინც გამოვექანეთ, გამოვეშურეთ ქუთაისისკენ და მახსოვს ბატონი თეიმურას შაშიაშვილმა ერთხელ კიდეც დაწერა და კიდე თქვა, აი ნაირამ და რამაზიმ ქუთაისის ოპერა არ მიატოვა არანაირი ჰონორარების გამო. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. თუ შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება, მაყურებელი ადრე უფრო აქტიური, ადრე უფრო აკადემიური იყო თუ ახლაც ძალიან კარგი მაყურებელი ყავს ოპერის თეატრში? იცით, ეხლაც კარგი მაყურებელია. იმიტომ რომ მუშაობს ის ადმინისტრაცია, რომ მოიზიდონ მაყურებლები და ვინც მოდის, გულით მოდის თეატრში და ეს არის ნამდვილი მსმენელი. ის კი არა, რომ რაღაც ერთიანად შემოვა გუნდი და დასხდებიან და მერე რაღაც საუბრები და ცოტა ისეთი რამე. არა, ეხლა ისეთი მაყურებელია, აი ამას ვეძახი მე ნამდვილ მაყურებელს. თუნდაც არ იყოს გადავსებული დარბაზი, მაინც მოდის ძირითადად ძალიან კარგი მაყურებელი და თეატრს დიდი დამსახურება აქვს, რომ აი ესეთი დაგვახვედროს საინტერესო მაყურებელი. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენნაირი ცნობილი ადამიანის ხელოვნების ქურუმის სტუმრობა გადაცემაში. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, გისურვებთ შემდგომ უამრავ წარმატებას. თქვენ ნამდვილად არ გაკლიათ წარმატებები, არა მარტო ქართულ, არამედ უცხოური ქვეყნების სცენაზეც ძალიან ხშირად გიმღერიათ, გამოსუხართ კი ბატონო გერმანია, საფრანგეთი. გაგიოცებიათ თქვენი მსმენელი და მე ვისურვებდი, რომ თქვენ კიდევ ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყოთ ასეთი მომხიბლავით და შემოქმედებითი აღმაფრენა გწვევდეთ. უფრო და უფრო მეტი. დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მსმენელს.